საამშვიდობის. როგორ ხართ ამით უნდა გითხოთ თუ არა. ჩემი ალბანელი მეზობელის ლაპარაკი ხომ გესმით. ალბანურ ნოტაზე გავაკეთოთ მუხუდოს პური. გამოთვა და უკვე აჭიკჭიკდნენ ჩემი მეზობლები. ეს ძალიან ხმამაღლა ჭიკჭიკებს ოღონდ. არც ესმის ქართული რომ რაიმე ვუთხრა და აზრიც არ აქვს. რაც შეეხება მუხუდოს, მე ვცდილობ რომ ურთიერთობა დავამყარო. პირველი ურთიერთობა იყო ჩემი და მუხუდოსი ისეთი რომ მან ერთი წელი პაპიროს დამანებებინა თავი და წელიწად ნახევარი, მოკლედ მუხუდო დავდგი გასქურაზე დაბალზე, ალბათ მაშინაც დაღლილი ვიყავი და დემეძინა. და გუდვებით გაიღვიძა ნიკუშამ. ძალიან დიდი ხნის წინ იყო ეს, დათა იყო აბიტურიენტი. ახლა ორი დღე პირიდან ბოლი გამომდიოდა, ოღონდ მართლა გადასხმები დაგჭერდა და კარგად აისახა ჩემს ჯანმრთელობაზე. ხოლო მე კიდე დავდგი რამდენჯერმე, მაგრამ აღარ დამეწვა. ქვაბიან სახლიან ვერ გეტყვით რა ამბავი მქონდა სახლში. შემდეგი ურთიერთობა ის იყო, რომ წავიკითხე რომ უგლუტენოა და თქვენ წარმოიდგინეთ იმდენი რეცეპტი მოვიძიე. ბეზეც კი კეთდება სამარხო. ბეზე კეთდება მუხუდოს წვენით. ახლა ჩვენ გავაკეთოთ მუხუდოს პური. ეს არის მუხუდო, რომელიც არ დამეწვა და პირდაპირ გავყინე. ჰუმუსს ვაკეთებ ხოლმე. მე ხა ძალიან წერს კი ვაჭამაში, აი მეგობრები მწერენ და ვერ უპასუხო. ერთ წელსაც არ დავტოვებ. ჩემი ბრაილბები ის ამბავი ხომ მოგეხსენებათ. ორი კვერცხი ეწერა, მაგრამ არ მომწონს ორი კვერცხის იდეა. ერთი. აქაც ებრაელმა ბებიამ გადამწონა. ოცი გრამი ზეთი. მარილი. გიმონებით. ცოტა სუსა. შეგიძლიათ უქნათ სემი, ჩია, რაც გინდათ. მე არ მინდა არც ერთი. დიაბეტისთვის არის მისწრება, იმიტომ რომ გლუტენის გარეშეა, შაქრების გარეშეა და მცენარეა, რომელსაც ძალიან ბევრი რამე შეუძლია. აღფრთოვანებული ვარ მე. გავჭედე მუხუდოზე და ვკითხულობ ვადაგასული მაწონი, მაგრამ არაჟანი შეგიძლიათ დაახლოებით 2 სუფრით გავს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამაფხვიერებელი უნდა, მაგრამ მე ამჯერად სოდა მაქვს. და რახან სოდა გვაქვს. მოვკლათ სოდა. სხვას ვერავის ვკლავთ და სოდა მაინც მოვკლათ. მოკლული იქნა ჩვენს მიერ სოდა. ბაშის წმით. ხო და ეხლა ეს 100 წლის ბლენდერი. თავზე თუ არ დამენგრა. დავბლენდეროთ, აბა ვნახოთ როგორი გამოვა. მივიღეთ. ალბათ ის რაც უნდა მიგვეღო. ავიღებ ასეთ შუშის საცხობს. მორჩა ჩემი ალბანელი მეზობელი აუდიენციას. მადლობა ღმერთს. არ ვიცი რატო ალბანეთში ესმით, ალბათ ამის ხმა. იმდენად ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე. ყურთ არ აკლია. ალბათ ვისაც ესაუბრება იმას აკლია ყურთ. გასარკვევი მაქვს ეგამდები. კაია. გოგოებო ისე თუ მოწყენილები ხართ და ხატვა არ იცით,
და ერთ სახში არავინ არ გყავთ, რომ ნერვები მოუშალოთ და ასხით ყალიბს ზეთი და ასე ტიტყნეთ. სხვათა შორის კარგად ამშვიდებს. Так. ახლა იმისთვის რომ ერთი წვეთიც არ დაგვრჩეს, გადმოვიტანოთ. ბევრი რჩება, შანსი არ არის, ვერ დავტოვებ. თქვენ გადაახვიეთ, მე ბოლომდე ჩამოვწურავ. თავივუკრათ ჩვენს მუხუდოს პურის ცომს. ნახოთ რა გამოვა. პირველად ვაკეთებ წიწიბურა. ბრინჯი. კიდევ რისი პურა მაქვს გამომცხვარი. მერჯმეკის. ეგენი გაკეთებული მაქვს. ნახოთ ახლა ეს როგორი გამოვა და გადმოვასახლებ ჩემს სახლში ამას. კომენტარები ვნახე, რომ მიკროფონს აუწიეო. რომელი მიკროფონს აუწიეო. არ მაქვს ხალხო მიკროფონი. არსად. მაიკა მაქვს ქვეშ. არა აქ ასაწევი, არც მიკროფონი არ არის. ხანდახან ადამიანები მეუბნებიან, რომ ძალიან დაბალ ხმაზე ვლაპარაკობ. ვფიქრობ დავყრუდი ამდენ სტრესებზე. იმდენ დავყრუდი, რომ ჩემი ხმა ეტყობა ყურთან არ მწვდება კარგად. ან ხმა მაღლა მესმის. სხვათა შორის ბევრი მემდურის. მაგრამ მე მოვსინჯე ჩემს ტელეფონში. და არ იყო ცუდად, რა ვიცი, თითქოს ისმოდა. თითქოს და იყო ხმა, მაგრამ შევეცდები ხოლმე, რომ ხმა მაღლა ვისაუბრო, რომ თქვენ დისკომფორტი არ შეგექმნათ. ახლა რას ვაკეთებ? ჭარხალი, როგორ გავაკეთო? ტყემალში? მოხარშე დავთალემ და ეს მელოდება, გახრმა, გაშრა. მე რო ხდე და მთილი მყავდა სახლში ხო გამისვროდა გარე. მოვიდეთ ჩემნაირი. სად არის ჩემნაირი გოგო გარეთ გასასროლი. და რა დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, თუ მეტყვით მაქვს. ნებისმიერი მადერამთილმა და მათ შორის მეც ინატროს ჩემნაირი რძალი. ეს ჩემი კომპლექსია ხალხო. არ ფიქრობთ, რომ თავს გაწონებთ. საშინელი კომპლექსი, რომელიც დამღად მოყვება ჩემს ცხოვრებას და ალბათ ერთხელ მოვყვები ამ ყველაფერს. ჯერ არ ვარ მზად. იყო რაღაცები ჩემს ცხოვრებაში, სადაც დამიწუნეს. ხო და ეს ლაქა დამღა ფსიქოლოგიური ტრავმა იმხელა არის ჩემთვის, რომ ვინც არ უნდა შევუყვარდეთ ჩემ ბიჭებს, შეიძლება ძალიან რთულად გადასალახი იყოს, მაგრამ მე ხმის ამომღები არ ვარ. ყველას უნდა ქონდეს მისი ცხოვრება. ეხლა მე მინდა სახეში. და რომ გამოგეღოთ ასეთი კაი სარდლო რო ხარო და იყავიო. რომ გაგემზადებინაო? ვერაო? ვერა. ეს ახლა
ძალიან არ მოძღულდეს მსხვილზე ჩავხეხოთ და ხელთათ მანიც გადავაგდოთ და ჭურჭელიც დავაგროვოთ. არა, აქ ნიორიც უნდა ჩავხეხო. მერე ქინძს ვუზავ ცოტას და ან მაიონეზით, ან ზეთით დაძმრით შევანელებ პირდაპირ. არ ვიცი რატო შემეყვარდა ჭარხალი. რაღაცა ჩემ ღუმელს გახეხვის მერე გაგრილება დაეწყო. ცივი ჰაერი მიბერავს. არა, კარგია. ნიკოლოზა გარეთ გავაგდე, ძალით გადიარე თქო. არ მიდის. თუ მიდის მერე მოსვლა არ იცის. ეგრე ბავშვებო. ნახოთ აბა როგორი გამოვა ჩვენი პური. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ეს არის ჩვენი უგლუტენო მოხუდოს პური. ზაფრებში რომ ხდებოდა ხოლმე ხშირად ბავშვობაში. ყოველთვის ვფიქრობდი რა იყო. და ვერასდროს ვერ ხვდებოდი. ალბათ ბევრი კითხვა მაქვს დასმული. სუნი არ აქვს კარგი, მინდა გითხრათ. ნე. ეხლა მე ვისი მე ვარ. პირი რო არ გამოვიქაფქაფო. ნუ რა თქმა უნდა, ცხელი მოვიჭერი და ამის სიფუმფულეს უყურეთ. პურს არ გავს. მიჩვევა ჭირდება. უცნაური გემოქვს. ცუდი არა. არ ვფიქრობ რომ ცუდი. თან მგონი არ დავაცადე გამოცხობა, მაგრამ მერჩენი ოდნავ ნესტიანი იყოს. გამაქვეყებელი რომ ექნა უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ ცხელ სოდის გემოაქვს. დავხვეწავ და გამოვუშვებ ჩემს საკუთარ პურს. ვერ შეველევი. ეს კაპკაპალო არ მოვაგდე. იმის ბრალია. გამოვსკდე. მისაჩვევი ამბავია. თქვენ მინდა მოგიხატოთ უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. ყოველი თქვენი SMS-ისთვის, ყოველი თქვენი გულისთვის, ყოველი თქვენი კომენტარისთვის. გვერდში დგომა მარტო მატერიალური მხარე არ არის, არსებობს კიდე ადამიანური მომენტები, როცა ვიღაც გეტყვის რომ იგი მაგარი ხარ და შენც გონია რომ მაგარი ხარ, როცა ოდნავ მოეშვები. კიდე ვიჯერებ რომ შეგწევს ძალა იმის რომ
გააკეთო რაღაცები. მე არ ვწუწუნებ. ჩემზე უარესად არის ბევრი ადამიანი. ღმერთს მადლობა, რომ ცოტა განსაცდელები მომივლინა და ბევრი არაფერი. ჯიბე მაქაკდა ჩამდეს ყველაფერი. PS და ფრშხილები უნდა აქ. და ის რომ იაზრებ, რომ ხმას აუწიე ქალო, მიკროფონი გაასწორე. იაზრებ, რომ გვერდში გიდგა სამდენი ადამიანი. სიტყვით, მოფერებით, კომენტარით. ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. დაალაიქოთ და ძალიან ბევრი კომენტარი დაწეროთ 5, 8, 20, 30, 40. ეხლა შენ რას გვეუბნებიოთ დავიძეთ და მთელი ღამე შენზე ვწეროთ, რა ვიცი? ყოფილი თქვენგანი ჩათვალეთ, რომ მეხმარებით. ეხლა ეს 3 თვე ხოლმე მოვიკოჭრე, 3 თვე ხელფასი არ ამიღე, ამ თვეში ავიღებ. ცოტა, მაგრამ არა უშვის. ყველას თქვენი წვლილია შიგნით და შესაბამისად ის რომ გჭირდება, მაგ შემთხვევაში ძალიან ბევრია. ვიღაცებს გაწყენინეთ, ცუდად მოვიქეცი. ჩარიცხული თანხები უკან გადაურიცხე. გოიმი ვარ რა გავაკეთო, ესეთი ვარ. მირჩევნია რომ მე დავეხმარო ადამიანს. მე რომ ვინმეს რო უჭირს გვერდში დავუდგე. დღეს ერთ მაგალითს მოგიყვებით, ძალიან გამეცინა. პაპიროს მოწევას მოუკელი, იმიტომ რომ ანუ აღარ შედის ჩემს გეგმებში და გადასახადებში ეს ამბავი და ორ დღეზე ერთი კოლოფსა ჩამოვედი და ჩავედი მაღაზიაში, საყიდელი მაქვს და პატარა ბავშვს აქვს 15 კევი ნაყიდი, არც მთლად პატარას. და ტიკტაკი უნდა კიდე. ანუ დიდი ბავშვების გროვა კუტოკია. გაინაწილონ ალბათ. ხო და აკლდებოდა. ძალიან გაუცნობიერებლად უთხარ მე გადავიხდი თქო. არც ვიცი ტიკტაკი რა არის, მე არ მიყვარს, არ ვყიდულობ. ხო და შემშურდა ამ ბავშვის იმდენად კარგად შეიფერა ეს ყველაფერი. ხო მე ეგ არ შემიძლია რაღაცეების გადახარშვა ძალიან მიჭირს ხოლმე გოიმი ვარ ჩვეულებრივი. არისთვისაც ბოდიშს გიხდით, მაგრამ იმეც ვიტოვებ რომ კარგად მიცნობთ და სწორად გაიგებთ, რომ მე შემიძლია ამ ფაქტით ის მოვყევი რომ უკანასკნელი ხურდად სხვიშვილს მივცე, სხვას მივცე, გავცე, მე ეს მაბედნიერებს ძალიან მავსებს. ძალიან გაღიმებული წამოვედი იქიდან რა რომ დავხედე მე ტიკტოკი ძალიან ძვირი ღირებულა. ხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა არის რაღაცები ხო რაღაცებში ცოტა გოიმი ვარ. თეორიულად ძალიან კარგად მესმის რომ ნებისმიერი ადამიანის გასაჩუქარი უნდა მიიღო. ხო, მაგრამ ესეთი ვარ. რა გავაკეთო? ბოდიშს გიხდით. სამწუხაროდ. რომ ასეთ ტრიუკების ჩატარება დაგჭირდათ, რომ ჩემი ტელეფონის ნომერი მოგეპოვებინათ, ჩემი ანგარიშის ნომერი და მე ესე ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ერთი ბოდიში უკვე მოვიხადე და კიდევ ვიხდი საჯაროდ დიდ ბოდიშს. მაინც არ ჩერდება. და ეს ყველაფერი ისევ გრძელდება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას. ვისაც ეს სურვილი გაგიჩნდათ, რომ ჩემს გვერდით რამოდენიმე თქვენთვის მცირედით, ჩემთვის იმ შემთხვევაში, როცა ამას აკეთებდით ძალიან ბევრით, გვერდში მიდგახართ ყველა. არასდროს არაფერს არ დავწერ.
გამორიცხული, აქედანაც გამოვძვრები. აქედანაც ძალიან ხო, რომ მიჭირდეს თუ გამითავდება ფული. ანუ წარმოგიდგენთ ფულს იმდენად ვაფრთხილდები, რაც მაქვს, რომ პურსაც არ ვყიდულობ. და მარაქს ისე ვაკეთებ და ისე ანუ არ ვუზღუდო მოზარდ საჭმელს ხო ვერ ეტყვი უარს ხო, მაგრამ რაღაცეები, კაკაკუკა-მაკუკეები მორჩა. იმდენად ვაფრთხილდები, რომ მგონია რომ არ გავიჭედები, ამიტომ არ ინერვიულობ არც ერთ წუთით. თუ გამითავდება, თუ რესურსი არ მომეწურება, თუ მივხვდები, რომ всё, აღარ მაქვს თერაპიის ფული, სადაც დღეში 90 ლარს ვეხდი, მაშინ დავდება ანგარიშს, პირდაპირ. პირადსაც ანგარიშსაც ყველაფერს. მაგრამ იქამდე არა. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ დამჭირდება. მაგრამ თქვენი ადამიანობისთვის, თქვენი სიყვარულისთვის, იმ გვერდში დგომისთვის, იმ ურთიერთობისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ერთმა ქალბატონმა ასეთ კითხვად დამისვა, მე რო გამიჭირდეს ვერ დამეხმარებიო. კი, ყველას უპირობოდ და უფიქრებლად, ბოლო კაპიკამდე. მაგრამ ჩემთვის ეს მისაღებად ძალიან რთულია, არ ვიცი რა მჭირს. ვერ გეტყვით, ხალხს ეს ახარებს, აბედნიერებს, უხარიეთ და მე ტანჯავს. ხო. ფეხი იქამდე უნდა გაწიოს, სადაც გაგიწევა. საბანი იქამდე უნდა დაიფარო ადამიანმა. და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს ცოტა ბლეფი სიტყვებია, მაგრამ მაინც რა თქვა, ძალიან გაცოთილია და ძალიან ძერსნათრევი სიტყვა. მე გისურვებთ ბედნიერ ვამარts. ყველანი ყოფილიყავით უმაგრესი, უსაყვარლესი, უსასურველესი. ეს სიტყვა არსებობს? ქალები მანდილოსნები. სულ ბედნიერად მოციმციმე თვალები გქონდეთ. მე ჩემს თვალებს ბოლო დეკემბრის მერე ვერ ვცნობ, თითქოს რაღაცები ჩამიქრა თვალში. ხო და ესე არა, ანუ ყველაფერი კარგი გქონდეთ. იხარეთ, იბედნიერეთ, იქალეთ, იბრაჭავეთ, იგოგოშკეთ. სულ ჩვენი დღეა წელიწადში, ყველა დღე, მაგრამ ხო, განსაკუთრებულად ჩვენი დღეა. გოცნით, გეფერებით.